ნაციონალურ მოძრაობაში დიდი ცვლილებები დაიწყო. არჩევნები აღარ, თუმცა პარტია მართვის ახალ მოდელზე გადადის. მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტის გადაწყვეტილებით პარტიისგან დამოუკიდებლად ცალკე სტრუქტურა იქმნება, სახელწოდებით რეფორმატორთა საბჭო, რომლის თავმჯდომარე თავად იქნება. აღმასრულებელ მდივნად კი ნანუკა ჟორჟოლიანი დაინიშნება. ვინ იქნება კიდევ საბჭოს შემადგენლობაში უცნობია. სააკაშვილის განცხადებით, პარტიის მიღმა დაფუძნებული სტრუქტურა, პარტიის და რეფორმირებაზე იმუშავებს. მე ვთავაზობ, შეიქმნას რეფორმატორთა საბჭო, რომელიც პრაქტიკულად ააშენებს ახალ პარტიას და დაკავდება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ფუნდამენტური გარდაქმნითა და ახალ საბრძოლო ფორმაში მოყვანით. ეს რეფორმატორთა საბჭო, რომლის თავმჯდომარე მე ვიქნები, უნდა იქცეს მიზიდულობის ცენტრად. ჩემთვის პირადად ეს ურთულესი პერიოდია. ციხეში ყოფნა მე ამ ხალხთან, საზოგადოებასთან პირდაპირ ურთიერთობაში ხელი ძალიან შემიშალა. ამ წლების მანძილზე უამრავი ახალი მაგარი ლიდერი გამოჩნდა, რომელსაც სამწუხაროდ ჯერ პირადად არ ვიცნობ. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, რომ ნანუკა იყოს რეფორმატორთა საბჭოს აღმასრულებელი მდივანი. საბჭოსთან ერთად სწორედ ის იქნება ჩემი მთავარი კავშირი ამ ხალხთან. ამასობაში ცნობილი გახდა, რომ ნაციონალურ მოძრაობაში დაანონსებული არჩევნები გაურკვეველი ვადით გადაიდო. პარტიის ახალი თავმჯდომარის არჩევა უახლოეს მომავალში აღარ მოხდება. ამიტომ გაჩნდა კითხვა, ხომ არ ემზადება მიხეილ სააკაშვილი ნაციონალური მოძრაობიდან წასვლისთვის და ახალი პარტიის დაფუძნებისთვის, ძველი პარტიული სახეების გარეშე და ნანუკა ჟორჟოლიანთან ერთად. ტელეწამყვანი ამ ინფორმაციას უარყოფს და აცხადებს, რომ ერთი მეორეს ხელს არ უშლის. მიხეილ სააკაშვილი ნიადაგს ხომ არ ამზადებს წინასწარ იმისთვის, რომ საბოლოოდ თქვათ ან პარტიიდან თავად წამოვიდეს და პარტიად გარდაქმნას ეს მოძრაობა, რომელსაც თავადვე ჩაუდგება სათავეში, თუ აი რა გეგმებია? არა, ნახეთ როგორ არის მიხეილ სააკაშვილი პარტიიდან არ წამოვა, ნაციონალურ მოძრაობიდან მიშა როგორ უნდა წავიდეს, ცოტა ისეთი ამბავია, არ წამოვა, მაგრამ მიხეილ სააკაშვილი რაღაცა ტიპის მოდელს შექმნის, თვითონ როგორ ხედავს ის რეფორმები, რომელსაც მიშა ფიქრობს, რომ უფრო სმარტი, უფრო თანამედროვე, უფრო ახლებური, უფრო ახალგაზრდა, უფრო რაღაცა ალგორითმული გახდეს ეს პარტია. ამას ვერც ნანუკა და ვერავინ ამ პარტიაში ვერ იზამს. ყველაფერს თავის სახელი დავარქვათ რა. ამას იზამს მხოლოდ მიშა. ამიტომაც გახდა საჭირო რეფორმატორების საბჭო. ახლა ისე გამოდის, რომ თითქოს ყველა საქმეს ეს რეფორმატორთა საბჭო გადაიბარებს და ნაციონალური მოძრაობა დისფუნქციური ხდება, ხო? არა, არ გამოდის ასე. საქმეს ვერ გააკეთებს რეფორმატორა. რეფორმატორთა საბჭო შეუძლია რეკომენდაციის გაცემა. რეფორმატორთა საბჭო შეუძლია სხვა დამოუკიდებელი დღესდღეობის შექმნა. პარტიული სტრუქტურა არ არის წესდების დაქვემდებარების ქვეშ არ არის. პარტიის საქმეს კანონით ვერ გააკეთებს. თავად პარტიაში მიხეილ სააკაშვილის განცხადებით არჩევნების ნაცვლად დროებითი მართვის ორგანოს ჩამოყალიბება იგეგმება, რადგან პარტიის თავმჯდომარეს და ყველა საკვანძო თანამდებობაზე მყოფ პირს პარტიაში უფლებამოსილების ვადა დღეს უკვე ამოეწურათ და ნაციონალურ მოძრაობაში სტრუქტურული ცვლილებების განხორციელების დაპირება გაიცა. სააკაშვილის გადაწყვეტილებით ყრილობამდე მათ პოსტები შეუნარჩუნდებათ. ყრილობაზე კი, რომელიც ივლისის ბოლოს გაიმართება, დროებითი მართვის ორგანოს დააკომპლექტებენ. ახლა მოძრაობა აცხადებს გარდამავალ პერიოდს. ჩვენ აქტიურად ვემზადებით ამ შიდა პარტიული რეფორმებისთვის. ამავდროულად ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, რათა რეჟიმს არ მივცეთ რაიმე დამატებითი ფორმალური საბაბი ჩვენს გასაუქმებლად. ამიტომ ივლისის ბოლოს ჩაინიშნება ყრილობა, რომელიც აირჩევს დროებითი მართვის ორგანოს. დიქტატურის ჩარევის პირობებში ერთადერთი, ვისი ფორმალური თანამდებობად სოლიდარობის ნიშნად უნდა შევინარჩუნოთ. სანამ ის ციხეში არის ჩვენი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი. რა როლი ექნება ნაციონალური მოძრაობის უკვე თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს? თინა ბოკუჩავამ ფორმულას ეთერში დღეს პირველი განცხადება გააკეთა და თქვა, რომ ახალი კონფიგურაციის კონტურები ამ ეტაპზე გამოკვეთილი არ არის. პარალელურად თინა ბოკუჩავა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონში გაკეთებულ ჩანაწერებზე ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ ყველა პოლიტიკურ გაერთიანებას კანონის თანახმად ხელმძღვანელი პირი უნდა ჰყავდეს. ამიტომ ამ დრომდე გაურკვეველია, როგორ გააგრძელებს ოპერირებას პარტია თავმჯდომარის გარეშე. პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონი მოითხოვს, რომ ნებისმიერ პოლიტიკურ გაერთიანებას იქნება ეს ნაციონალური მოძრაობა თუ ნებისმიერი სხვა, მას უნდა ყავდეს მართველი პირი, ანუ ხელმძღვანელი პირი, ასეა მოხსენიებული კანონმდებლობაში. მიუხედავად იმისა, რომ ნაციონალური მოძრაობა არსებობს 2001 წლიდან, აი ივლისის ბოლოს ჩატარებული ყრილობისას თუ ის წესდება არ იქნება შესაბამისობაში იმ კანონმდებლობასთან, რომელიც აბსურდად იქცა ამ ქვეყანაში, მაგრამ ბიძინა ივანიშვილი თუ მისი რომელიღაც პაიკი მოგრძანდებიან და იტყვიან, რომ აი ნაციონალური მოძრაობა არ არის შესაბამისობაში კანონმდებლობასთან, ამიტომ ის საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესში ექნებათ უკვე რაღაცა ფორმალური
ნაციონალური მოძრაობის ყრილობა მიხეილ სააკაშვილის განცხადებით ივლისის ბოლოს ჩატარდება, სადაც გადაწყვეტილებები უნდა გაფორმდეს. თუმცა როდის განხორციელდება ყველა დაანონსებული ცვლილება, ამაზე საბოლოო პასუხი თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს არ აქვს. განაცხადა, რომ რეფორმები უნდა განხორციელებულიყო პარტიაში ჩემი თავმჯდომარეობის პირობებში, თუმცა სადღაც ერთი კვირის ვადაში მან ნანუკა ჟორჟოლიანი დაასახელა უკვე თავმჯდომარეობის კანდიდატად, სადღაც შუაში თუ სწორად მახსოვს იყო თანათავმჯდომარეობის ვარიანტიც და ახლა დღეს უკვე 8 ივლისს გამოქვეყნა კიდე უკვე ახალი ვარიანტი და არ ვიცი ხე შეიძლება ივლისის ბოლოსაც კიდე რაღაც სხვა მოცემულობის წინაშეც დავდგეთ პრინციპში იმდენჯერ შეიცვალა მოცემულობები